ალბათ იცით რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის აქცია ტარდება თბილისში. რა მოლოდინები გაქვთ ამ აქციიდან და იცნობთ თუ არა ისეთ პიროვნებას ვინც წავიდა ამ აქციაზე? Gelvandeli aktsiya უნდა იქნას უშედეგო. ჩემს აზრით, შედეგიანი არის. მთავრობას ისინი ვერაფერს ვერ უზამენ. ამ აქციებზე ვინ წავიდა არ ვიცი. რა მოლოდინი? გაქვთ რამე მოლოდინი? რა ცუდი არ არის გონიდა, რა არის იმდიდე მინდა დიდიკოს შემშვიდე. ასე მოლოდინი მიღარ იყოს კარგი ბავშვი ზალისა ჩემი. და იმენა ისოსოს კარგად კონტროლირებიათ ის მინდა მეტი რა. ცნობთ ისეთ ადამიანს ვინც ამ აქციაზე წავიდა? მე არა. შეერიგდნენ და ხალხისთვის გააკეთონ კარგი. თქვენი მოლოდინი ეს არის? მოლოდინია ხალხისთვის კარგი გააკეთონ. გულებად ისეთი პიროვნება ვინც წავიდა ამ აქციაზე? ახლობელი, მეზობელი, ანათესავ? ყველაფერი კარგს. თავარია შერიგება. დაანებონ ერთმანეთის ლანგვა გიდება თავი და საქართველოსიდან ხედავ. თქვენ იცნობთ ისეთ ადამიანს ვინც წავიდა ამ აქციაზე? ის მოლოდინი გვაქვს შვილო რომ უკეთესობისკენ უნდა წავიდეს. და მოლაპარაკება უნდა წავიდეს და უნდა მორიგდნენ და უნდა დასწნენ და ილაპარაკონ ხალხის საკეთილდღეოდ. იცნობთ თქვენ ისეთ ადამიანს ვინც ამ აქციაზე წავიდა? თქვენი ახლობელი, მეზობელი, ნათესავი და ასე? არა, ესეც არ ვიცნობ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ალბათ გითხრათ? სიკეთის. ანუ შვიდობა იქნება. ხალხისთვის არც ერთი არ არის. ხალხისთვის. აი ჩვენის ხალხისთვის არც ერთი მთავრობა არ არის. დასართობად კი არის ის წასული. არც ერთი. და მილიონებს ხარჯავენ ხალხისთვის. შვიდობა იქნება. იცნობთ ისეთ ადამიანებს ვინც ყველა წავიდა ზუგდიდიდან, ნახევარი ზუგდიდი წასულია, ანაკლია, მესტია, ყველა წასულია სოფლებიდან ხალხი. არ გაინტერესებთ? არაფერი, სულაც არაფერი, ჩაატარებენ და გათავდა. არაფერს არ ველოდები, არაბელი არ შეგნება. იცნობთ ისეთ პიროვნებას ვინც ამ აქციაზე წავიდა? არა მგონი.